მოგესალმებით. ხანმოკლე პაუზის შემდეგ გადაცემა ინტერვიუ ბრუნდება ეთერში. ეს გახლავთ რადიო თავისუფლების საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტი. გადაცემას უძღვები მე სალომე ასათიანი და ჩვენ რადიო თავისუფლების პრაღის შტაბ-ბინიდან თბილისში ვესაუბრებით სტუმრებს. დღეს ჩვენი სტუმარია მარიამ ვალიშვილი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე. რუსეთის სახელმწიფო ენერგეტიკულ გიგანტს გაზპრომსა და საქართველოს შორის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი დასრულდა. შეიცვალა წლების განმავლობაში მოქმედი სქემა და საქართველოს სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურად ნედლეულის ბუნებრივი აირის ნაცვლად ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ვიცით, რომ ახალი პირობებით განსაზღვრული ფულადი ანაზღაურება ძველი ხელშეკრულებით მიღებული გაზის ღირებულებაზე ბევრად ნაკლებია. კონკრეტული დანაკარგი, ისევე როგორც საკუთრივ ხელშეკრულების ტექსტი, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის თუ ენერგეტიკის სფეროს სპეციალისტების მოწოდებებისა გამჭვირვალობისკენ, ხელშეკრულება კომერციული საიდუმლოს სტატუსით არ საჯაროვდება. რატომ დათანხმდა საქართველოს მისთვის წამგებიან პირობებს? რა შეიცვალა წინა წლების შემდეგ და რატომ არ ასაჯაროებს დოკუმენტს ხელისუფლება? ამ და სხვა საკითხებზე ვესაუბრებით მარიამ ვალიშვილს. მოგესალმებით, ქალბატონო მარიამ. გამარჯობათ. მოდით თავიდანვე ამ შეკითხვით დავიწყოთ, რომელიც შესავალშიც ვახსენე, რატომ დათანხმდა საქართველოს თავისთვის ეკონომიკურად თუნდაც წამგებიან პირობებს, აი როგორია თქვენი სამინისტროს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია? პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ მოწვევისთვის. ნამდვილად დაგეთანხმებით, რომ ეს არის საკითხი, რომელსაც საკმაოდ დიდი ყურადღება დაეთმო ბოლო კვირების განმავლობაში და ბუნებრივი არის ყოველ ასეთ მოთხოვნაზე ჩვენ ღიად ვაფიქსირებთ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა დეტალებთან არის დაკავშირებული ახალი შეთანხმება, ამის мотиваციები რა იყო. ჩვენ არაერთხელ გვითქვია იმასთან დაკავშირებით, რომ გაზპრომთან ეს ხელშეკრულება ყოველწლიურად დღის წესრიგში დგებოდა ამ პირობების გადახედვის საკითხი, ყოველწლიურად ხდებოდა კონტრაქტის მოლაპარაკებების რაუნდების გამართვა, იქიდან გამომდინარე, რომ ყოველ წელს ხელშეკრულება გრძელდებოდა მხოლოდ 1 წლით. პირველადი ხელშეკრულება მე ინფორმაციისთვის მინდა მოგაწოდოთ, რომ ეს დაიდო 2003 წელს და ნამდვილად ტრანზიტის საფასურის ანაზღაურების სახით საქართველოს იღებდა გატარებული მოცულობების 10%-ს, თუმცა ეს მოცულობები წლიდან წლამდე იცვლებოდა და დღეს, როდესაც ანალოგიურად 2017 წლისთვის ჩვენ გავმართეთ რაუნდი, ამ შემთხვევაში პოზიციები ბუნებრივი არის იყო ჩვენი თავდაპირველი, რომ შეგვენარჩუნებინა ეს პირობები, როგორც ეს შარშან მოხერხდა და შესაბამისად საქართველოს შეძლო 2016 წლის ფორმატში შენარჩუნებინა ეს პირობები. უბრალოდ დღეს შეიცვალა გარკვეული პირობები, შეიცვალა პოზიციაც, თუმცა ამ პოზიციის შესახებ ჩვენ რამოდენიმე წელია უკვე გვესმის რუსული მხარის მხრიდან, რომ ფულადი ანაზღაურება ეს არ არის ინდუსტრიის პრაქტიკა, ეს არ შეესაბამება იმ პრაქტიკას, რომელიც დღეს მიღებული არის თუნდაც ევროპის ქვეყნებში და ამიტომ მათი მყარი პოზიციიდან გამომდინარე იყო დაფიქსირებული პოზიცია, რომ ხელშეკრულების გაგრძელება იგივე პირობების, ასე ვთქვათ, იგივე პირობებით იქნებოდა წარმოუდგენელი და ისინი პრინციპულად წინააღმდეგ პოზიციაში იყვნენ აი ამ სანამ გავაგრძელებთ საუბარს, უბრალოდ გავახსენოთ მაყურებელს, რა თქმა უნდა, სწორად საზოგადოებამაც იცის, რომ ამაზე საუბარი უკვე წლებია მიმდინარეობს, შარშანაც იყო ანალოგიური პრობლემა, თუმცა შარშან საქართველოს შეეძლო თავისი პოზიციის გატანა და ხელშეკრულების პირობების უცვლელად დატოვება, თუმცა მინისტრი ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე გამუდმებით სისტემატურად ამბობდა, რომ საქართველოს ჰქონდა თავისი პირობები, ჯერ კიდევ დეკემბერში, გასული წლის დეკემბერში, რამდენიმე კვირის წინ ის ამბობდა, რომ საქართველოს არ დათანხმდებოდა მისთვის წამგებიან პირობებს. შეგვიძლია მოვისმინოთ მისი ორი განცხადება ამასთან დაკავშირებით და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. ყოველწლიურად ხდება იმ ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც უკვე წლებია არსებობს, ეს არის ტრანზიტის ხელშეკრულება. კონკრეტულად შეხვედრის შინაარს რაც შეეხება, მათი მხრიდან იყო საუბარი იმაზე, რომ ჩვენ გადავიდეთ ფინანსურ ანაზღაურებაზე, გატარების საფასურს დღეს ჩვენ ბუნებრივი აირის სახით ვიღებთ მთლიანი მოცულობის 10%-ს, თუმცა ჩვენთვის მათი წინადადება მიუღებელია, ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრებები და ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ჩვენ გვაქვს პოზიცია ძალიან მარტივი, ის რომ გადასვლის შემთხვევაში ფინანსურ ანაზღაურებაზე ჩვენ ფინანსურად უნდა მივიღოთ იგივე შედეგი, რასაც ვიღებთ მაგალითად დღევანდელი არსებული კონტრაქტით.
ორივე პირობა დათმო საქართველოს. ფულა დანაზღაურებაზე გადასვლასაც დათანხმდა და საფასური, რომელსაც იღებს, ნაკლებია გაზის ღირებულებაზე, რომელსაც წინა ხელშეკრულებებით იღებდა. რა გახდა ამის მიზეზი? როდესაც მოლაპარაკებები იწყება და მხარეები ღიად აფიქსირებენ თავის პოზიციას, ბუნებრივი არის ის პოზიცია, რაც გაშღერებული იყო, ეს იყო საწყისი პოზიცია, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ნამდვილად გვინდოდა და გვსურდა ამ პირობების შენარჩუნება ისევე როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ მოლაპარაკებების დროს გარკვეული პოზიციები როგორც რუსული მხარიდან, მათ შორის თანხმობრივ ანაზღაურებაზე თუ რამდენი იქნებოდა და სხვა პირობებთან დაკავშირებით იცვლებოდა და შესაბამისად შეთანხმება ნიშნავს, რომ ორი მხარემ მიიღო ის ოპტიმალური გადაწყვეტილება და შეთანხმება, რომელიც დღეს ხელშეკრულების სახით არის გაფორმებული. მე მინდა მაყურებლისთვის ძალიან ცალსახად აღვნიშნო, რომ რუსული გაზის თანამონაწილეობა ჩვენს ბაზარში წლიდან წლამდე, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვნად მცირდებოდა და იცით, რომ ჩვენ სტრატეგიული ხედვა უკვე ბევრი წლის წინ შევცვალეთ ენერგეტიკული დამოკიდებულების ნაწილში, რომ ეს დამოკიდებულება ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ვართ დეფიციტური ქვეყანა და ამას გვერდს ვერ აუვლით, ცალსახად ჩვენი ვექტორი სტრატეგიული პარტნიორობისა ამ შემთხვევაში აღმოსავლეთით გადაინაცვლა, ეს არის აზერბაიჯანი, რომელსაც ერთის მხრივ გაუჩნდა ეს რესურსი წლების წინ და ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორობაში შევედით აზერბაიჯანთან და ეს სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გამყარების გზაზე დგას, იმ თვალსაზრისიდან გამომდინარე, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელება და ამ დერეფნის განვითარება იგეგმება, ბუნებრივია, რომლის ნაწილიც საქართველოს არის. ამიტომ, როდესაც უკვე რუსული პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენ დავინახეთ ის ალტერნატივები თუ რა გზით შეიძლება ამ შემთხვევაში განვითარება მომხდარიყო მოლაპარაკებებისა, ბუნებრივ არის შეთანხმებას გარკვეული პოზიციების ანალიზი, გარკვეული ალტერნატივების ანალიზი თან სდევს, ეს თვეების განმავლობაში ხდებოდა, იქიდან გამომდინარე, თუ როგორც ჩვენ შეგვეძლო ქონოდა ალტერნატივები და ამას ვიხილავდით, ასევე ალტერნატივები გააჩნია რუსულ მხარესაც და ამ შემთხვევაში ალტერნატივა იყო ეს პირობები, რატომაც დათმო საქართველოს ეს თავისი ორივე პირობა. მოგახსენებთ, ანუ ჩვენ შემთხვევაში, როდესაც რამოდენიმე რაუნდის შემდეგ, ასე ვთქვათ, გარკვეული მოცემულობა შეიცვალა, ჩვენი პრინციპული მოსაზრებები, რომელიც მართლა პრინციპულად დაფიქსირდა მოლაპარაკებების ბოლო ეტაპამდე, ეს იყო ის, რომ დამოკიდებულება რუსულ გაზზე კიდევ უფრო შემცირებულიყო და მინიმიზირებული ყოფილიყო, იმიტომ რომ ჩვენ სტრატეგიულად, როგორც ვახსენე, კიდევ უფრო შემცირებისკენ გვაქვს ვექტორი აღებული. მეორე პირობა, რომელიც იყო ჩვენ როგორც საქართველოს სატრანზიტო ქვეყნის როლიდან გამომდინარე, ჩვენი პრინციპული მოსაზრება არის, რომ სატრანზიტო როლის გაძლიერება მოხდეს. ანუ ჩვენ არ გვჭირდება ინფრასტრუქტურა, რომელიც დატვირთული არ არის ინფრასტრუქტურის სახით. მას უნდა ჰქონდეს დატვირთვა ფინანსური შემოსავლიანობის და ამ შემთხვევაში პრინციპული მოსაზრება იყო მოცულობების შენარჩუნება, გარანტირებული სატრანზიტო მოცულობების შენარჩუნება, რომელიც ბუნებრივი არის ბაზისი რუსეთი რაიმე მუქარით გამოდიოდა, რა იყო ის, რას პირობა, რასაც რუსეთი აყენებდა, რაც საქართველოს ჩათვალა, რომ უარესი იქნებოდა ამ წამგებიან ხელშეკრულებაზე. ამას მუქარას ვერ დავარქმევ, ამას დავარქმევ პოზიციას მყარს. სამწუხაროდ მე ახლა ვერ გავშლი რუსულ პოზიციას, იქიდან გამომდინარე, თუ რა მოტივაციებით მათ დააყენეს ეს პოზიცია, ჩვენ მქონდა საფუძველი, რომ შეგვეფასებინა ეს პოზიცია, მიგვეღო როგორც ასე ვთქვათ, მოცემულობა მომლაპარაკებელი მხარის და შესაბამისად ამაზე დაყრდნობით მიგვეღო ადეკვატური გადაწყვეტილება, თუ ასეთი გადაწყვეტილების მიღების რაიმე შანსი არსებობდა. დაახლოებით მაინც თუ შეგიძლიათ გითხრათ, ეს მართლა მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება მიცოდეს და თქვენი მოვალეობაც არის, რომ საზოგადოებას რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიაწოდოთ. რა თანხას კარგავს საქართველოს? სხვადასხვა გათვლით, ექსპერტების გათვლით, იმ ბუნებრივი აირის საფასური, რომელიც საქართველოს რჩებოდა სომხეთში გატარებული გაზიდან, იყო დაახლოებით 40 მილიონი დოლარი. ეხლა ასევე სხვადასხვა ექსპერტებს უწევთ აქ ვარაუდებით გამოსვლა და ჰიპოთეზებით, ვინაიდან არ აქვთ ინფორმაცია და ხელშეკრულება არავის არ უნახავს. საუბარი იმაზე, რომ თანხა, რომელსაც საქართველოს მიიღებს, მერყეობს სადღაც 14-20 მილიონის ფარგლებში. დაახლოებით 20 მილიონ დოლარს კარგავს საქართველოს ყოველწლიურად. შეგიძლიათ დაგვიდასტუროთ, რომ ახლოს ვართ ამ გათვლებით, ეს მაინც შეგიძლიათ გითხრათ. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ხელშეკრულება არის ორწლიანი, ფორმატი განსხვავებული არის პირველ წელს და მეორე წელს. ანუ პირველ წელს ჩვენ ნაწილობრივ ისევ მივიღებთ ნატურით ანაზღაურებას გარკვეული მოცულობების ტრანზიტისთვის, როგორც საფასურის ანაზღაურება. ხო, რა მოცულობას მივიღებთ, თქვა 10%-ისგან განსხვავებით. მეტი არის დაახლოებით. დიახ, ანუ ჩვენ 2016 წელს სატრანზიტო მოცულობები, გატარებული მოცულობებიდან გამომდინარე და იმ ხელშეკრულებიდან, რომელიც დასრულდა, 185 მილიონი კუბური მეტრის ანაზღაურების, ასე ვთქვათ,
საშუალება იყო 2016 წელზე, რაც შეეხება 2017 წელს, დაახლოებით ნახევარზე მეტის მიღება შესაძლებელი არის ისევ ნატურით, ხოლო დაახლოებით 40-35% იმის დამიხედვით თუ ფაქტობრივად რა იქნება სატრანზიტო მოცულობა 17 წელს, ისევ ანაზღაურება მოხდება ნატურით, ხოლო დანარჩენი უკვე მოხდება ფინანსური ანაზღაურებით, ხოლო რაც შეეხება 18 წელს, აქ უკვე სრულად მონეტიზაციაზე გადასვლის ფორმატი არის შეთანხმებული და სრულად გატარებულ მოცულობებზე, რომელიც გაცილებით მეტი არის, იმიტომ რომ ჩვენთვის პრინციპული იყო მინიმალური გარანტირებული სატრანზიტო მოცულობების დაფიქსირება, რომელიც 10-15%-ით მეტი არის ვიდრე 2016 წლის, ანუ ქვედა ზღვარი ასე ვთქვათ დაფიქსირდა ხელშეკრულებითი ვალდებულების და რა თანხა დარჩება საქართველოს ბიუჯეტს 2018 წელს? ეს 2017 წელს შემიძლია ვთქვა, რომ 2017 ბუნებრივ არის ეს გათვლები გაკეთებული გვაქვს და ეს ასე ვთქვათ ინფორმირებული გადაწყვეტილება იყო და არ იყო სპონტანური, ბუნებრივია. 2017 წელს ეს თანხა დაახლოებით არის იმ სარგებლიანობის ფორმატში, რომელიც იმ დაშვებით რომ შეიძლებოდა გაგრძელება 10%-იანი ძველი პირობების შენარჩუნების არის თითქმის იგივე, ხოლო 18 წელს ბუნებრივი არის ნაკლები. ვერ ვიტყვი რომ არის იმ სხვაობის, რომელიც თქვენ დაასახელეთ, იმიტომ რომ ამოსავალი წერტილი ამ შემთხვევაში 40 მილიონი საკმაოდ მაღალი არის 185 მილიონისთვის, მაგრამ ვფიქრობ, რომ და ასე ვთქვათ, არ არის ზუსტად იმდენი და მნიშვნელოვნად ნაკლები არის ალბათ 60-70%-ის ფარგლებში. ანუ ის შედარება, რომელსაც ზოგადად ყველა ასე ვთქვათ ექსპერტები აკეთებენ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შედარება იმასთან დაკავშირებით, რომ რას მივიღებდით თუ ისევ ის პირობები დარჩებოდა, მაგრამ კითხვა ისმის, იყო კი რეალურად შანსი იმისა, რომ ეს პირობები შენარჩუნებული იყო კიდევ შემდეგი წლების განმავლობაში. ტრანზიტის საფასური ვინ დაადგინა ქალბატონო მარიამ? იყო თუ არა ამაში ჩართული ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია, როგორც ეს ხდება ხოლმე მიღებული პრაქტიკა, როგორ მოხდა აი ტარიფის შეთანხმება? დიახ, მოგახსენებთ, ანუ ჩვენ ერთ-ერთ ალტერნატივად სწორედაც განვიხილავდით რეგულირებაში სატრანზიტო მომსახურების მოქცევას. იცით, რომ ეს არის ევროპული მოდელი, როდესაც სატრანზიტო საქმიანობა განიხილება როგორც კლასიკური გაგებით მონოპოლიური საქმიანობის სეგმენტი ტრანსპორტირებისა და შესაბამისად ის ექვემდებარება აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესის შედეგად მეთოდოლოგიით, არსებული მეთოდოლოგიით, რომლითაც ბევრი სხვა ტარიფი დგინდება დღეს საქართველოში, ასევე ამ ტარიფის დადგენა. ჩვენ ამის გარკვეული კალკულაციები გავაკეთეთ. მოგახსენებთ, ჩვენ პრინციპულად გადავწყვიტეთ, რომ ამ შემთხვევაში რეგულირებაში დარჩენა სატრანზიტო ფუნქციისა იქნებოდა კიდევ უფრო ეს ასე ვთქვათ ფინანსურად შედარებით ნაკლები ვიდრე ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატში. ამიტომ შესაბამისად, როდესაც გათვლებით რა შედეგიც დაიდო როგორც კლასიკური სქემით, ასე რომ ვთქვათ აპრობირებული სქემით, ხარჯებზე ორიენტირებული მეთოდოლოგიით, დღეს რაც მოქმედებს მარეგულირებელი კომისიის ასე ვთქვათ გადაწყვეტილებების საფუძვლად, ეს ხელშეკრულება ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო ნაკლები ფინანსური შედეგიანობის მომტანი იქნებოდა, ამიტომ ჩვენ გადავწყვეტეთ ამას ამბობთ, რომ ამაში ჩართული იყო მარეგულირებელი. დიახ, იმიტომ რომ მეთოდოლოგია, რომელიც არსებობს, რეალურად ეფუძნება ხარჯებს. ხარჯები და ის აქტივები, რომელიც ამ მომსახურებას ემსახურება, სამწუხაროდ არის ამორტიზირებული და მისი ღირებულება არ არის, ასე ვთქვათ, ახალი ინფრასტრუქტურის ღირებულება. ჩვენ ბუნებრივი არის ხარჯებს ვწევთ და გვაქვს წარმოდგენა რა ხარჯები არის ეს და მე მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ჩვენ როდესაც ევროკავშირთან მოლაპარაკებები ენერგეტიკულ გაერთიანების გაწევრიანების სტატუსთან მიმართებაში გქონდა, იქ ცალსახად ევროკავშირის რეგულაცია ითვალისწინებს ზუსტადაც რომ მარეგულირებლის მიერ ამ მომსახურების საფასურის დადგენას, მაგრამ გამონაკლისის სახით ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, სწორედ გამონაკლისის მიღებას ითვალისწინებდა, რომ ჩვენ გქონდეს ალტერნატივა. თუ მარეგულირებელ კანონმდებლობაში, ანუ რეგულირებაში ამ საქმიანობის მოხვედრა გვაძლევს უფრო ნაკლებ შემოსავალს, ვიდრე ამის მიღწევა შეიძლება უფრო მეტი შედეგის მიღწევა შეიძლება ორმხრივ ფორმატში, რატომაც არ უნდა გქონდეს ამისი ალტერნატივა და არ უნდა ვიყოთ მხოლოდ შეზღუდული იმ ერთი რეგულირების სივრცით, რომელიც იყო და ამაზე ძალიან კონსტრუქციული პოზიცია გამოხატა ევროკავშირმა მოლაპარაკებების დროს და ჩვენ ეს გამონაკლისი მოგცა, რომ ნებისმიერი სატრანზიტო შეთანხმება, რომელიც ეხლა მოქმედებს, ან მომავალში შესაძლებელი არის საქართველოს ჩაერთოს მოლაპარაკებებში, მაგალითად თურქმენული გაზის ტრანზიტთან მიმართებაში, ბუნებრივი არის ჩვენ უნდა გქონდეს ამისი შესაძლებლობა რეგულირება თუ ორმხრივი მოლაპარაკება, რომელი ფორმატიც უფრო მეტ შედეგს დაგვიდებს, ბუნებრივი არის ჩვენ არჩევანს გავაკეთებთ აი ამ ფორმატზე.
თქვენ დღეს არ გიხსენებიათ ეს არგუმენტი, მაგრამ სხვა ინტერვიუებში სამინისტროც ახსენებს და სახელდება ერთ-ერთ არგუმენტად, თითქოს რუსეთმა მოიტანა ის, რომ თუ საქართველო არ დათანხმდებოდა მის მიერ წამოყენებულ პირობებს, ირანის გაზს მიაწვდიდა ის სომხეთს. აი, ამაზე რა შეგიძლიათ გითხრათ და რამდენად რეალისტური იყო რუსეთის ეს მუქარა, თუ ან ეს პირობა, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ არაერთი ექსპერტი თითქმის ყველა ამბობს, რომ ამ ეტაპზე არანაირად ინფრასტრუქტურულად არ იყო შესაძლებელი სომხეთის მომარაგება ირანის მილსადენით, რომ მას უბრალოდ ამის საშუალება არ აქვს და გაზდას დიდი თანხები დასჭირდებოდა. ეს ნამდვილად არ არის დამალული ინფორმაცია, ზუსტად ის, რომ დღეს ინფრასტრუქტურა ირანიდან სომხეთის მიმართულებით გაზის ინფრასტრუქტურა არსებობს. მილსადენი, რომელიც არსებობს, მისი გამტარუნარიანობა საპროექტო არის 2.3 მილიარდი კუბური მეტრი, რომელიც მეტი არის ვიდრე დღეს სრული მოთხოვნა სომხეთის ბაზრის ბუნებრივ აირზე. მაგრამ დღეს ამ მილსადენში მილსადენი არსებობს, მისი დანიშნულების შეცვლა თუ ამას ამოცანად ასე ვთქვათ განისაზღვრავდა რუსული მხარე, როგორც ეს მან გააკეთა უკრაინის შემთხვევაში, იქ მილის არარსებობის პირობებში 5 წლის განმავლობაში მოახერხა ის, რომ ასე ვთქვათ ტრანზიტის მოცულობები უკრაინის 100 მილიარდიდან დღეს ჩამოსული არის დაახლოებით მის 40%-ზე და ფაქტობრივად ინფრასტრუქტურა შეიქმნა იყო და ალტერნატიული გზები არსებობდა. ირანის შემთხვევაში მხოლოდ ერთი მილსადენია, რომელიც ელექტროსადგურს აწვდის გაზს. ინფრასტრუქტურა არ არსებობდა, ჩრდილოეთი ნაკადის ინფრასტრუქტურა, რომელიც დღეს ასე ვთქვათ არსებობს და მას ოპალი კიდევ არის დამატებითი გადაწყვეტილება, რომელიც გერმანიის მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო და მას გამონაკლისი მისცა, რომ კიდევ უფრო მეტი რუსული გაზი ამ მარშრუტით მომხდარიყო ევროკავშირის ბაზარზე და 99%-ით ფაქტობრივად გარანტირებულად ამ შემთხვევაში რუსული გაზი სრული დატვირთით ამ მილსადენის მოხდება ევროკავშირში. ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ დამატებით 20 მილიარდამდე დააკლდება სატრანზიტო მარშრუტს, რომელიც მინდა აღვნიშნო, რომ კომერციულად აბსოლუტურად კონკურენტული არის, დღესაც კი არსებული პირობების გათვალისწინებით, მაგრამ ეს ამოცანა რუსეთმა დაისახა, ეს ამოცანა შეასრულა. თქვენ არ ეთანხმებით იმ ექსპერტებს, თითქმის კონსენსუსია ამაზე, რომ ირანიდან ას დასჭირდებოდა ძალიან დიდი თანხა და ძალიან დიდი დრო და რომ საქართველო 2 წლის განმავლობაში სანამ აზერბაიჯანიდან მიიღებს დამატებით გაზს ისარგებლებდა ამ პერიოდით. შეინარჩუნებდა უცვლელად პირობებს. არ დაჭირდება, ნამდვილად არ დაჭირდება მილიარდები და ბევრი მილიარდი, რომელიც ეს დაჭირდა უკრაინიდან ალტერნატიული მარშრუტის მოსაძიებლად რუსეთს და ის პერიოდი, რომელიც ამისთვის დაიხარჯა და ის ძალისხმევა რუსეთის მხრიდან, ნამდვილად ვადასტურებ იმას, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი მარშრუტი, საქართველოზე გამავალი მარშრუტი კონკურენტული არის ყველა დამატებითი ძალისხმევისა, მაგრამ ეს არ არის ფაქტორი, რომლითაც ასე ვთქვათ, ხელმძღვანელობს რუსეთი. ეს არ იყო ფაქტორი ალტერნატიული მარშრუტის მოძიებისა უკრაინის გვერდის ავლით, შესაბამისად არ არის გამორიცხული და დარწმუნებული ვარ იმაში, რომელიც ასევე შეიძლება ჩაითვალოს როგორც რუსეთის მხრიდან განხილული ალტერნატივა, რომ მიზნობრიობა იმ გაზისა, რომელიც დღეს ირანიდან ხვდება სომხეთის ბაზარზე, შეიცვალოს და ეს ჩაითვალოს როგორც წმინდა იმპორტი და ეს თან ირანის გაზი კიდევ უფრო ძვირია, ბევრად ძვირია ვიდრე რუსეთის გაზი, ანუ ეს კიდე დამატებით ხარჯებს გაუჩნდა. ჩვენ კომერციაზე არ ვლაპარაკობთ, გაზპრომის რუსული მხარე რომ ხელმძღვანელობს კომერციული რასაკვირველია კომერციული ფაქტორებით რომ სარგებლობდეს და ვიცით რომ კომერციული ფაქტორებით არ სარგებლობს ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების ფორმატში რუსული მხარე ეს ასე ვთქვათ ბევრჯერ დადასტურდა ეთანხმებით მოსაზრებას რომ პირველ რიგში პოლიტიკური მოსაზრებებით და საგარეო პოლიტიკური კომპლექსური მოტივაციები აქვს თვითონ ვლადიმირ პუტინს აქვს ნათქვამი ერთხელ გაზპრომს მან უწოდა პირდაპირ ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტი დანარჩენ მსოფლიოზე გავლენის შესანარჩუნებლად სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით ვიცით რა მოხდა უკრაინასთან მიმართებით ვიცით როგორ დაემუქრა მოლდავეთს ძალიან სარკასტულად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რუსეთის რომ თუ ევროკავშირთან გააფორმებდა ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას საერთოდ გადაუჭრიდა გაზის მიწოდებას და იმედი გვაქვს არ გაიყინებითო ესეც კი უთხრეს ანუ ამაზე არავინ არ დაობს ეს არის საგარეო პოლიტიკური ზემოქმედების ბერკეტი საქართველოს ეხლა რომ გახდა ფასების ვარირებაზე დამოკიდებული ვინაიდან დამატებითი მოცულობა თუ დაჭირდება საქართველოს ამას თქვენც აცხადებთ როგორც მონაპოვარს შეთანხმებისა რუსეთი გაზპრომი დაპირდა შეღავათიან ფასად $30 და $185 მიწოდებას საჭიროების შემთხვევაში. უკვე დამოკიდებული ხდება საქართველოს რუსეთზე, თუნდაც ფასების ცვლილების თვალსაზრისით. მოგახსენებთ, რომ კიდევ ერთხელ ამ ხელშეკრულებას თუ ასე ვთქვათ განვიხილოთ იმ ჭრილში თუ რამდენად მან გაზარდა დამოკიდებულება რუსულ გაზზე, მე პირიქით ვიტყოდი, რომ პირიქით არანაირად არ გაუზრდია. ჩვენ ამ შემთხვევაში გვინდა ფინანსური ანაზღაურება და ამ ფინანსური ანაზღაურებით რა წყაროდან
შევიძენთ რუსულ გაზს, ამ შემთხვევაში მით უმეტეს პერსპექტივაში ფინანსური ანაზღაურება, რომელიც არის ნაკლები და მოცულობების შესყიდვა დასჭირდება საქართველოს, ანუ ზარალობს საქართველოს. ნაკლები რასთან შედარებით ჩვენ დღეს ვიყავით ნულოვან პოზიციაზე, ხელშეკრულება არ არსებობდა და შესაბამისად ჰიპოთეტურად დაშვება, რომ ჩვენ გვეკუთვნის 10%, როდესაც ხელშეკრულება არ არსებობს, ანალოგიური წარმატებით შეგვიძლია ჰიპოთეტურად დაუშვათ, თუ ნახევარი გვეკუთვნის იმ მოცულობებისა, რომელიც ტრანზიტით გადის. როგორ აფასებენ ამ ხელშეკრულებას რუსეთში? კონსტანტინ სიმონოვის ეროვნული ენერგეტიკული უსაფრთხოების ფონდის გენერალური დირექტორის მისი სიტყვები ერთ-ერთმა ინტერნეტ გამოცემამ გაავრცელა რუსეთისამ взглядმა. ის ხსნის, რატომ იყო მნიშვნელოვანი რუსეთისთვის სქემის შეცვლა, გარდა კომერციული მოსაზრებებისა, ის ასახელებს საქართველოს ბაზარზე დაბრუნების პოლიტიკურ მნიშვნელობას უსვამს ხაზს და ამბობს, ციტატა: საქართველო ჩვენთვის მცირე ბაზარია, მაგრამ მახსოვს საქართველოს გადასვლას რუსეთის გაზიდან აზერბაიჯანისაზე, როგორ აქტიურად იყენებდნენ იმიჯის თვალსაზრისით. შეხედეთ, საქართველოსაც კი შეუძლია ურუსეთო ცხოვრება. ამ თვალსაზრისით ის, რომ საქართველო დაბრუნდა, დიდი პლუსია. ის ტლინკებს ყრიდა, ლოყებს ბერავდა, მაგრამ ახლა მოვილაპარაკეთ და ვაგრძელებთ ბიზნესის წარმოებას. აი რა შეგიძლიათ თქვათ ამ შეფასებაზე? რასაკვირველია, მე ვიტყოდი, რომ თუ იმ შემთხვევაში საქართველოს დასჭირდება და ეს არის თუ ამ შემთხვევაში ბუნებრივი არის ჩვენ წამოვიღებთ რუსულ გაზს, იმიტომ რომ დეფიციტური მომენტების შესავსებად ბაზარზე აუცილებელი არის გარკვეული ალტერნატივის ქონა ამ შემთხვევაში, რაც წლების განმავლობაში ტრადიციულად იყო ზამთრის განმავლობაში შემთხვევები, როდესაც ჩვენ გვჭირდებოდა რუსული გაზის მიღება, მიწოდება ბაზარზე, იმისთვის რომ ის პიკური დეფიციტი თუ სეზონური ხასიათის დეფიციტები შეგვევსო. ეს მოცულობები წლიდან წლამდე მცირდება. 2016 წელს რეკორდულად ნაკლები მოცულობა წამოვიდა ფიზიკურად რუსეთიდან, ეს იყო დაახლოებით 100 მილიონ კუბურ მეტრამდე. შესაბამისად, ჩვენთვის პრიორიტეტი არ არის რუსული გაზის შესყიდვა, ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ფინანსური ანაზღაურება და ვიყიდოთ გაზი იქიდან, საიდანაც ეს ჩვენ შეგვეძლება. ამ შემთხვევაში პირველი პრიორიტეტი ისე და ისე არის აზერბაიჯანი. მაგრამ აუცილებლად უნდა გკითხოთ ბუნდოვანებაზე და გაუმჭვირვალობაზე, იმის თაობაზე, რომ ამ ხელშეკრულებას ისევე როგორც წინა ხელშეკრულებებს კომერციული საიდუმლოს სტატუსი იცავს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოითხოვა სამინისტროსგან წინა კონტრაქტი, მოლაპარაკებების ამსახველი ყველა ოფიციალური დოკუმენტი საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გამოითხოვა და ახალი ხელშეკრულებაც ბევრი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციაც და ექსპერტიც გამოვიდა იგივე მოწოდებით, ერთობლივი წერილებით, საწერეს და პეტიციებით, რომ ეს საზიანოა საქართველოსთვის და რომ საზოგადოებამ მეტი უნდა შეიტყოს ამის თაობაზე. საიამ სამინისტროსგან მიიღო ცნობა, რომ ფიზიკურად ეს ხელშეკრულება სამინისტროში არ ინახება და შესაბამისად სამინისტროს არ აქვს საშუალება დააკმაყოფილოს, საერთოდ პასუხი გასცეს მათ მოთხოვნას. სად არის ეს ხელშეკრულება? რა საფუძველზე გახდა ის, რომელი საკანონმდებლო აქტების საფუძველზე გახდა ის კომერციული საიდუმლო და რატომ არის მთლიანად გასაიდუმლოებული? შეიძლება თქვათ რაღაც ერთი სეგმენტი იყოს ფასის ან რომელიმე სხვა, მაგრამ რატომ არის ხელმიუწვდომელი ყველასთვის, მათ შორის ექსპერტებისთვის, მათ შორის როგორც ვიცით, ყოველ შემთხვევაში წინა პარლამენტის წევრებიც ამბობდნენ ამაზე, რომ წინა ხელშეკრულება მათაც არ ჰქონდათ ნანახი. მოგახსენებთ, რომ წინა ხელშეკრულებაც, ასევე ყველა ხელშეკრულება, რომელიც ეხება საქართველოს მონაწილეობას სატრანზიტო შეთანხმებებში თუ გაზის ყიდვა-გაყიდვის შეთანხმებებში, აბსოლუტურად ყველა ხელშეკრულება გაფორმებული შახტენეზის კონსორციუმთან, სოკართან, გაზპრომ ექსპორტთან წინა პერიოდიდან, ეს ყველა იყო კონფიდენციალური. გვესმის ის აქტიური, ასე ვთქვათ, მოწოდება, რომ ეს ხელშეკრულება გახდეს საჯარო. ჩვენ პრაქტიკულად 90% ყველა კომერციული, უბრალოდ ციფრი არ დაგვისახელებია, თუმცა მითითება იმაზე, რომ ეს არ არის ფინანსური შედეგიანობით ზუსტად იგივე იმ შემთხვევაში თუ მოხდებოდა შენარჩუნება ამ ხელშეკრულების, მაგრამ კიდევ ერთხელ ცალკე აღებული ეს ხელშეკრულება არის მოლაპარაკებული აქცენტებით, რომ ნაკლები დამოკიდებულება, კიდევ უფრო შემცირებული დამოკიდებულება რუსულ გაზზე, მეტი შემოსავალი გარანტირებული შემოსავლებიდან. მარტო ფასი არ არის საქმე. მაგალითად, დაარღვევის შემთხვევაში, ვთქვათ, გაზპრომმა დაარღვია შეთანხმების პირობები. ვინ სად მიდის დავა, რომელი ქვეყნის კანონმდებლობით უნდა მოხდეს ამ საქმის გარჩევა, ვინ არიან მხარეები, ვინ აწერს ხელს. ძალიან ბევრი კომპონენტია, გარდა ვთქვათ ფასისა, თუ ამის გასაჯაროება არ გინდათ. რაც საზოგადოებამ უნდა იცოდეს და ექსპერტებმა უნდა შეაფასონ. მხოლოდ თქვენ სიტყვაზე ხოლმე გენდობით, რომ ეს კარგი ხელშეკრულება. დავაზუსტებ, ჩვენ გვენდო საზოგადოება სიტყვაზე, რომ შახტენისთან გაფორმებული არის ხელშეკრულებები და ის შედეგიანობა აბსოლუტურად სახეზი არის. სოკართან არის გაფორმებული ხელშეკრულება, მიუხედავად იმისა, რომ არავის არ უნახია, წინა შეთანხმებაც ასევე კონფიდენციალური იყო, მაგრამ რაც შეეხება ხელშეკრულებას სად ინახება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს იყო სუბიექტებს შორის მოლაპარაკებების თემა და ხელშეკრულების მხარი არ არის არც მთავრობა და არც ენერგეტიკის სამინისტრო. ეს არის ტრანზიტის მომსახურების განმახორციელებელი სუბიექტი.
სუბიექტის შეთანხმება მისი სერვისის შემწყიდველთან, ამ შემთხვევაში Gazprom Export-თან. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ აბსოლუტურად რატომ მონაწილეობდა მინისტრი ამ მოლაპარაკებებში? მოგახსენებ სწორედ იმიტომ, რომ ეს არ არის სუფთა კომერციული მოლაპარაკებები, მხოლოდ და მხოლოდ იმ კონტექსტში, რომ რაღაც პირობებს მივახციოთ. სწორედ ამ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომ აქ ასევე იყო გარკვეული ინტერესები, რომ ის შეთანხმებები მაქსიმალური შედეგიანობით არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე შედეგი ყოფილიყო მიღწეული, საბოლოო ჯამში მთავრობაზე ამ შედეგების, ასე ვთქვათ, მოლაპარაკებების შედეგების მსჯელობა შედგა და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მიიღო ის შეთანხმება, რომელიც საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდა იმ იმ დეტალებით, რომელიც არაერთხელ გავაჟღერეთ, რომელი ქვეყნის კანონმდებლობით დარეგულირდება თუ რომ წარმოიქმნას, აი ჰიპოთეტურად რო ვთქვათ. მინდა დაგიდასტუროთ, რომ ასე ვთქვათ, ყველა საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც ორ სუბიექტს, სხვადასხვა ქვეყნის ორ სუბიექტს შორის იდება და განსაკუთრებით კომერციულ სუბიექტებს შორის, არბიტრაჟი ეს არის ის უნივერსალური ინსტრუმენტი, რომლითაც ხდება დავების შემთხვევაში ურთიერთობის, ასე ვთქვათ, და ეს გათვალისწინებულია ამ ხელშეკრულებაში, ამას გვიდასტურებ. რასაკვირველია, ჩვენ არანაირი საჯარიმო სანქციები არ აქვს იმაზე, რომ აუცილებლად რაღაც მოცულობები უნდა ვიყიდოთ, მიუხედავად იმისა, რომ იგივე ევროპული პრაქტიკა 80%, 158 მილიარდიდან უპრეცედენტოდ მაღალი ექსპორტისა რუსული გაზის ევროპის ბაზარზე არის გრძელვადიანი ხელშეკრულებებით დაკონტრაქტებული სავალდებულო შესყიდვის პირობით. შესაბამისად, ესეთი შესყიდვის პირობა ჩვენ ხელშეკრულებებში არ არსებობს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის პრიორიტეტი ამ რუსული რესურსის დარეზერვება არ არის. ჩვენთვის პრიორიტეტი არის ფინანსური შედეგიანობის, ასე ვთქვათ, ფინანსური შედეგის დადება, ანუ თანხის მიღება და ამ თანხით თავისუფლად ჩვენ შეგვიძლია უკვე გადაწყვეტილება მივიღოთ ვალდებულებების გარეშე, ეს იქნეს შეძენილი ფასიდან გამომდინარე რუსეთიდან, ფასიდან გამომდინარე თურქეთიდან, ფასიდან გამომდინარე აზერბაიჯანიდან, თუ მომავალ შემთხვევაში შეიძლება იყოს თურქმენული გაზი ან ირანული გაზი, რომელიც ჩვენ სატრანზიტო პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის, იმიტომ რომ ეს არის უზარმაზარი რესურსი და სწორედ გრძელვადიანი სტრატეგია ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის გადის იმაზე, რომ კიდევ უფრო მეტი ენერგეტიკული რესურსების მოზიდვა მოხდეს ამ დერეფანში. სამწუხაროდ ჩვენ მაინც ვერ გასაჯაროებთ არც ერთ სეგმენტს, არც ექსპერტებისთვის, არც პარლამენტის წევრებს თუ აქვს დაშვება, მაგრამ პარლამენტი მაკონტროლებელი ორგანოა, აღმასრულებელი ხელისუფლების, როგორც ვიცით. ბუნებრივი არის, ანუ აქვს გარკვეულ, ასე ვთქვათ, წარმომადგენლებს იგივე პარლამენტიდანაც და იგივე მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენელი იქნება ის თუ იგივე პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. ბუნებრივი არის მათ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში აქვთ ამ კონტრაქტებთან გაცნობის საშუალება, მაგრამ კლასიკური გაგებით, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ საჯარო ხელშეკრულება, მაგალითად, როგორც მემორანდუმები გვაქვს და მაგალითად არის ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებული, ასეთი ტიპის პრაქტიკა არ არსებობს. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, ბუნებრივი არის, რომ გარკვეული მცდელობა ამისთვის შესაძლებლობის ფარგლებში ჩვენ არ დავიშურებთ, რომ ამის შედეგიანობა დადგეს ისე, როგორც ამას საზოგადოებას სურვილი აქვს და თქვენს გააჟღერეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით Gazprom-ის გეოპოლიტიკური განზომილების, ბუნდოვანების, ბევრი კითხვის, რომელიც საზოგადოებაში ისმის, ჩვენ ვნახეთ, როგორ უპასუხა ამ ეჭვებს, ამ ვარაუდებს, ამ სრულიად ლეგიტიმურ ინტერესს ენერგეტიკის მინისტრმა შეგვიძლია მოვისმინოთ პატარა ნაწყვეტი მისი რამდენიმე დღის წინ გამართული ბრიფინგიდან. აჟიოტაჟის და უსაფუძვლო ისტერიის ატეხვა ემსახურება ერთადერთ მიზანს. მიიქციონ ყურადღება და დაიწერონ პოლიტიკური ქულები, ან მიიღონ სხვა ბენეფიტები მსგავსი პოპულისტური განცხადებებით. თქვენ შეიძლება არ იცით, მეგობრებო, რომ ყურადღების მიქცევა და ქვეყნის პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ადგილის დამკვიდრება შესაძლებელია სასარგებლო საქმეებითაც. პოლიტიკური პოპულიზმის დრო წასულს ჩაბარდა. გამარგინალებული და მოსახლეობაში არაპოპულარული პირები და ჯგუფები უწოდა მინისტრმა ამ საზოგადოებრივ ჯგუფებს, თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვინც ითხოვს მეტ პასუხს კითხვებზე. აი, რამდენად სწორია, რამდენად ნორმალურია ქვეყნის მოქალაქეებთან აი ესეთი დამოკიდებულება თქვენი აზრით? მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ინტერვიუ იყო, ძალიან ბევრი განმარტება იყო მთავრობის სხვადასხვა წევრიდან და მათ შორის ენერგეტიკის სამინისტროდან ჩემი ჩათვლით ინფორმაციას მიწოდებასთან დაკავშირებით ამ შეთანხმების შესახებ. დეტალები, რომელიც ფაქტობრივად გაჟღერებული იყო ციფრების დონეზე, იძლევა იმის ძალიან მყარ საფუძველს, რომ ჩვენ დასამალი ნამდვილად არაფერი არ გვაქვს, იმიტომ რომ აბსოლუტურად გააზრებული შეთანხმება იყო ეს გრძელვადიან, ასე ვთქვათ, სტრატეგიაზე გათვლილი იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ სატრანზიტო როლის განვითარება საუბრეთ უკვე იმაზე, რომ არის ბევრი ბუნდოვანება, რომ ხელშეკრულება არ საჯაროდება, რომ არ ვიცით, მაინც ზუსტად რატო დათმო საქართველოს თავისი პოზიციები, ამას ვერ ამბობთ. კითხების გაჩენა ხომ ლეგიტიმურია. სხვა რამეს გეკითხებით. რატომ ელაპარაკება თქვენი სამინისტრო, თქვენი მინისტრი თანამოქალაქეებს აი ესეთი ტერმინოლოგიით?
ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მესიჯი, რომელიც ჩვენი მხრიდან არაერთხელ არის გაჟღერებული, ყოველთვის იყო ორიენტირებული ღიაობაზე, დისკუსიაზე, თუ დააკვირდებოდით, ექსპერტები საკმაოდ ინფორმირებული არის იმ დინამიკაზე, რომელიც მოლაპარაკებების სხვადასხვა ეტაპზე ასე თქვა დგებოდა. და საკმაოდ დიდი ცნობადობა აქვს იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც გაზპრომთან დაკავშირებით იყო, იმიტომ რომ არაერთი შეხვედრა განხორციელდა იგივე შარშან, არაერთი შეხვედრა იყო განხორციელებული სწორედ ამ თემებზე სასაუბროთ, თუ რა რისკებთან არის დაკავშირებული მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მიღების, ასე ვთქვათ, შედეგიანობიდან გამომდინარე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, სჭირდება პროგნოზირებადობა და ქვეყანა, რომელიც მის სტრატეგიას ენერგეტიკულს აგებს მათ შორის სატრანზიტო როლის განვითარებაზე, ის უნდა იყოს პროგნოზირებადი ყველა იმ ქმედებაში, მათ შორის ტრანზიტის განხორციელების პირობებში სომხეთის მიმართულებით, ის უნდა იყოს პროგნოზირებული და იმ საერთაშორისო ღირებულებების მიმდევარი, რომელიც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის. საერთაშორისო ღირებულებები არ არის, რომ ხელისუფლება ასეთი ტერმინებით ესაუბრებოდეს მოსახლეობას, მოქალაქეებს, თუმცა სამწუხაროდ ჩვენი დრო იწურება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მობრძანებისთვის. მარიამ ვალიშვილი იყო ჩვენი სტუმარი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე. თქვენ უყურებდით გადაცემა ინტერვიუს, რომელიც რადიო თავისუფლების და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტია. გადაცემას უძღვებოდი მე, სალომე ასათიანი. ამ გადაცემის ხილვა შეგიძლიათ რადიო თავისუფლების და საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებსაიტებზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ერთი კვირით გემშვიდობებით.